საქსტატი არის საჯარო სამსახური. ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად ქართულ ოცნებას აქვს სრული კონტროლი საქსტატში, მისი ხელმძღვანელის დანიშვნაზე, თანამშრომლების დანიშვნაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ციფრების манипуляция შესაძლებელია რომ მოხდეს. რეალური ციფრი რაც არის დღეს საქართველოში არის რამდენი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარსქვევით და რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. ამას არ ჭირდება რაღაც ფორმულები და გამოთვლები. 700,000 ადამიანის განცხადება დევს პირდაპირ, ანუ აღრიცხვა არის. ანუ ეს ხო ფორმულა არ არის, აღრიცხვა. 700,000 ადამიანის განცხადება დევს, რომელიც ღებულობს სოციალურად გაუცველის დახმარებას, ანუ ფულად თანხას. და მილიონზე მეტი ადამიანის განცხადება არის მთლიანად დარეგისტრირებული სოციალურ მომსახურების სააგენტოში. ანუ ეს არის რეალური ციფრი. რეალური ციფრი არის ის, რომ ადამიანები კარგავენ სამსახურებს, იმიტომ რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიცია. არ შემოდის ინვესტიცია ძალიან მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ევროკავშირის ქვეყნებიდან როგორ უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, ან რომელი ქვეყნის ბიზნესმენი შემოვა საქართველოში ფულით, როდესაც მისი ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ანუ არ ცნობს ამ ადამიანებს არავინ და ფულს ვინ ანდობს. შესაბამისად, ინვესტიციის არ შემოსვლა გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. ერთადერთი დამსაქმებელი, რომელიც დღეს არის საქართველოში, ეს არის სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციები. ოღონდ ეს დასაქმებაც არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ნიშნით. აი ბოლო რომ გავიხსენოთ, ეს არის თბილისის მერია, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერი ცნობადი სახეები არიან დასაქმებულები. ანუ ზოგადად ცნობადი სახეების სადმე მუშაობა კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერი უნდა იყო, რომ დღეს საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა. და შესაბამისად დაემატოს დასაქმების სტატისტიკას. სწორედ ეს რიცხვი არის. ასევე დასაქმების სტატისტიკა გაზარდეს, როდესაც რეგიონებში, აიპებში დაასაქმეს ადამიანები 200 და 300 ლარიან სამსახურზე. რეალურად ამ ადამიანებს მისცეს 300 ლარი, ოღონდ წაართვეს არჩევანის თავისუფლება. ქართული ოცნება თითოეულ ხმაში იხდის ფულს. ოღონდ მის ფულს არ იხდის და არც ბიძინა ივანიშვილი არ იხდის ამაში ფულს. ჩვენი ჯიბიდან ჩვენს მიერ გადასახადებით შეგროვილი თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენს კეთილდღეობას და უნდა შეიქმნას სახელმწიფო დოვლათი, ეს ფული ხმარდება ქართული ოცნების პოლიტიკურ მიზნებს. და ეს არის საჯარო სამსახურში გადახდილი ხელფასები.